სტუმრეს შენობიდან დღეს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დანიშნული ახალი რექტორი. ოცნების ყოფილი დეპუტატის რექტორად დამტკიცება რეჟიმს დიდი პროტესტის ფონზე მოუწია. დილიდან სასწავლებელში ოცნებამ პარტაქტივის მობილიზება დაიწყო. 40 წელს გადაცილებული მამაკაცები ირწმუნებოდნენ, რომ მეორე კურსელები იყვნენ. აყენებდნენ შეურაცხყოფას იმ ახალგაზრდებს, ვინც თითქმის 2 თვეა ქვეყნის ევროპულ მომავალს უნივერსიტეტში და ქუჩაში იცავს. საგულდაგულოდ ჩარაზული კარის უკან შეკრებილმა საბჭომ საბოლოოდ უნივერსიტეტის მართვა რეჟიმის მსახურს ჩააბარა. პროტესტის, ხმაურისა და შეძახილების ფონზე მოუწია დღეს აკადემიურ საბჭოს ბათუმის უნივერსიტეტის რექტორად ტიტე არეშიძის არჩევა. უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ქართული ოცნებიდან აქამდე აქციებში მონაწილე სტუდენტებს მკვლელებს ეძახდა და მათი პროტესტის მარგინალიზებას ცდილობდა. დღეს კი ის ამ ახალგაზრდებს ხელმძღვანელად დაუნიშნეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეჟიმი დამყარდა. მონა მოღალატე სირცხვილია. ამ შეძახილებით შეაცილეს იგი აკადემიური საბჭოს სხდომაზე. ტიტე არეშიძემ უნივერსიტეტში სტუდენტების პროტესტის ფონზე მარტო გამოჩენა ვერ გაბედა. მის დასაცავად ადგილზე ტიტუშკები და სამოქალაქო ფორმაში გადაცმული პოლიციელები იყვნენ მობილიზებული. სუსის ზონდერებთან ერთად განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა ლიკა დიასამიძეც, ოცნების მიერ დანიშნული თვითმმართველობის თავმჯდომარე. შეურაცხყოფელი ჟესტები. მე თვითონ გააკეთე. არამზე ხელის დაწვა ადამიანურია. ეგ არის მაგარი და ეგ არის თქვენი სიმართლე. სახესატო. მაგიტო ხართ მაგარი ტიპები თქვენ რომ კარებზე ხელს უწყობთ. მაგაგვინახელია. ამასაცილოები. ხალხი დაგცილით. ახარ. ხო, გადი. თავი დაგვანებე. ადგილზე იყვნენ თეთრწვარიანი ვითომ სტუდენტებიც, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ უნივერსიტეტში სწავლობენ, თუმცა არ იციან რომელ კურსზე ან რომელ ფაკულტეტზე არიან. აქ სწავლობთ? დიახ. რომელ ფაკულტეტზე სწავლობთ? შემიძლია გითხრათ? არ პასუხი. კარგი. ბატონ, თუ კი აქ სწავლობთ, აი ბავშვები ამბობენ, რომ არავის არ მომწონს ეს ფორმა, რასაც აკეთებენ, კარს ანგრევენ. თქვენ აქ როგორ მაწუხებს მე ჩემ უნივერსიტეტს რო ანგრევენ, ამკრევენ და ბავშვებს დიახ. რომელ კურსზე სწავლობთ? მეორეზე. და რაზე სწავლობთ? პოლიციელი, რომელიც აქციაზე მოდის და იღებს ჩუმად ფოტოებს, ფორმაც არ აცვია, რატომ? არის შემთხვევები, როცა ვატარებთ ფორმას, არის შემთხვევები, როცა არ ვიცი. თქვენ სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებთ, ხა? არ ვარ ვალდებული, რაიმე ინფორმაცია. როგორ ახარ? მაშინ, როდესაც ბათუმის უნივერსიტეტში შესასვლელად მედიასაც კი აკრედიტაციის გავლა დასჭირდა, ტიტე არეშიძის მხარდამჭერები შიდა ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილდებოდნენ. თქვენ სტუდენტი ხართ? კი. და რაზე სწავლობთ? იურიდიულზე? აქ არა. აქ არა, აქ რატო ხართ? ფონდასაჭერად მოვედი ვის მხარდასაჭერად? და ესე თავისუფლად უნივერსიტეტში მე გადაადგილდებით? არ გადაადგილდება. მე ჟურნალისტი ვარ და აკრედიტაცია მაქვს. აკრედიტაცია კი აქ ჩვენ აკრედიტაციები გავაკეთე და უნივერსიტეტ შენობაში მის მხარდასაჭერად მოსული? მჭირდება უკაცრავად. კი, იმიტომ რომ ჩვენც აკრედიტაციებით შემოვედით. სტუდენტები ამბობენ, რომ ეს წინასწარ დადგმული სცენარი იყო და აკადემიურმა საბჭომ რეჟიმის გადაწყვეტილება უბრალოდ გაახმოვანა. მიზანი კი ბათუმის უნივერსიტეტში განსხვავებული აზრის ჩახშობა. იდა იყო სუსის პროექტი და სუსმა ეს პროექტი ბოლომდე მიიყვანა. ახლა ველოდებით რომ უნივერსიტეტში კრიტიკულ აზრს ჩაახშობენ, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლებს სამსახურებს დააწყებინებენ, პროექტებს დაუფინანსებენ, სტიპენდიებს მისცემენ, მაგრამ ეს ყველაფერი იქნება დროებითი, იმიტომ რომ რუსული რეჟიმი მალე ჩამოიშლება. ის რაც ხდება აქ ქართული ოცნების პარტაქტივი გამოდის
ტიტე აროშიძის დასაცავად ეს არის მართლა სამარცხვინო და თეთრი კვამლი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამოვიდა მანამ სანამ გაიმართებოდა საერთოდ აკადემიური საბჭოს ყდომა. ეს არის სირწყვილი ამ უნივერსიტეტის და თავზე ლაფის დასხმა ამ სტუდენტებისთვის, რომლებსაც ტიტე აროშიძე მკვლელებს ეძახა. ლექტორების აზრით, მხოლოდ რუსული რეჟიმის შეცვლის შემდეგ დაბრუნდება ქვეყანა დემოკრატიის გზაზე და შეძლებს უნივერსიტეტი იმ რექტორის არჩევას, რომელიც შეირჩევა პროფესიონალიზმით და არა პარტიული სიმპათიებით. მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში ჩვენ უნდა გავაპროტესტოს, რომ შეიცვალოს ეს რუსული რეჟიმი, პოლიტიკა შეიცვალოს და საქართველოს დაუბრუნდეს ევროპული ინტეგრაციის გზას, უნივერსიტეტი გახდეს ნამდვილად ევროპული და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება უნივერსიტეტი ავტონომიური, ექნება შიდა დემოკრატია და შეძლებს რომ თავისუფლად აირჩიოს თავისი რექტორი. უნივერსიტეტის რექტორად პარტიული ფუნქციონირების დანიშვნა, რომელიც ფაქტობრივად დეპუტატი იყო, ხო, მართველი პარტიის, ასე გონია და მეც ასე მომაჩნია, რომ ცოტა შეუთავსებელი. თავად ტიტე არეშიძე სტუდენტების პროტესტს ოპოზიციურ პარტიებზე თავდასხმით პასუხობს. იმ ოპოზიციის, რომლის წევრიც თავად მრავალი წლის განმავლობაში იყო. თქვენ ხართ ის ადამიანი, როგორც სტუდენტები ამბობენ, რომლებიც მათ აბულინგებდა, აკრიტიკებდა, ერთი წუთი დავასრულე. აკრიტიკებდა დღეს ქართულმა ოცნებამ უბრალოდ ადგა დასვა. თქვენ? ვინ დამსვა? ქართულმა ოცნებამ დასვა ხო, რას გინახავთ? კი, არ გესმოდათ, არ გესმოდათ. მონებო აი, ზახობდნენ, ნუ ჩვეული სტილია ნაციონალური მოძრაობა. ნაციონალურ მოძრაობაზე ვის თქვენ ლაპარაკობთ ბატონო? მოდი. თქვენი სტუდენტები ახალ არჩეული ხართ და უკვე ნაციონალს ეძახთ. სტუდენტები ძალიან ბევრი სურათი. არ არის სტუდენტები. უკვე არჩეული რექტორი სტუდენტებს შეხვედრასაც დაპირდა, თუმცა ამ დრომდე მიმალვაშია. სტუდენტები კი ამ პროტესტის შეწყვეტას არაპირებენ. მზია ამაღლობელი ციხეში ჩატოვეს რეჟიმი